მე ვარ მერი ნაკაშიძე, მერის მეიქაპ სკოლის დამფუძნებელი. მე გახლავართ მსახიობი, პროფესიონალი, ბათუმის დრამატული თეატრის აქტიური მონაწილე სპექტაკლების, რა თქმა უნდა, და ასევე, როდესაც თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე ქალაქ თბილისში, როდესაც გრიმს ვიკეთებდი საკუთარ თავზე, ერთ დღეს გრიმიორი მირეკავს თეატრში ახალი მისული ვიყავი და გამიკვირდა მეთქი გრიმიორი რატომ მირეკავს ჩემთან რა საქმე აქვს თქო და აღმოჩნდა რომ ესეთი ფრაზა მითხრა მე შენ გაკვირდები როგორ იკეთებ საკუთარ თავზე გრიმს და მინდა რომ თეატრში ჩემი მარჯვენა ხელი იყო რა თქმა უნდა ხა წარმოედგინეთ ახალი დამთავრებული მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი მოვხვდი მოზარდ მაყურებელთა თეატრში თბილისში და ორ თვეში მეორე სამსახურს მთავაზობენ მეორე პროფესიას და არა რა თქმა უნდა არ მithქვამს იმიტომ რომ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი ვარ მიზანი მაქვს რომ მივაღწიო ხელოვნებაში უდიდეს წარმატებას და ეს იყო ერთ-ერთი შემოსავლის წყარო კიდევ რომელიც მე ძალიან მიყვარდა საკუთარ თავზე ვმუშაობდი და სცენაზე გამქონდა შემდეგ შექმნილი ის ვიზუალები რასაც საკუთარ თავზე ვიკეთებდი და რა თქმა უნდა გრიმიორს ვუთხარი კი ინგას რომელიც არის ჩემი ესე ვთქვათ სულის ჩამდგმელი ადამიანი ამ პროფესიაში და მადლობა მას. რამოდენიმე წელი ვიმუშავე გრიმიორად და მახსოვს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული შეკვეთა. ქალბატონი ინგა არ იმყოფებოდა მაშინ თეატრში და მომიწია მე პირადად წასვლა. მოკლედ ერთ-ერთ ცნობად ადამიანს დაჭირდა იაპონური გრიმის გაკეთება. და იმიტომ რომ არ იმყოფებოდა გრიმიორი დაურეკეს, მოხდა ისე რომ მე მომიწია მის მაგივრად წასვლა და ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდი мотиваციის მომცემი კიდევ რომ სხვა სფეროში გამეგრძელებინა მოღვაწეობა, ანუ მეიქაპ არტისტი გამხდარიყავი. გრიმი და ვიზაჟი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თეატრალური გრიმები უფრო მძიმე და სახასიათოა, რა თქმა უნდა და სტრუქტურა და მასალაც სხვანაირია და გადაწყვიტე იმ დღიდან რომ ვაიმე თქო, ანუ შესაძლებელია მეთქი მეიქაპი დაჭირდეს ამ ქალბატონს და მე უნდა ვიყო მზად თქო. ხო პატარა შანსია ესე რომ გადმოხედო ეხა რომ ისმენდეს ადამიანი, მაგრამ იმდენად პროფესიონალი ვარ საკუთარი საქმის, რომ საკუთარ თავს არ მივეცი იმის უფლება, რომ კიდევ რომ ჩემთვის დაერეკად სხვა მიმართულებითაც ყოფილიყავი პროფესიონალი და ისიპარის აკადემიაში ჩავაბარე, სადაც გავიარე სრული კურსი, რა თქმა უნდა სერტიფიკატი გადმომცეს, პარალელურად როგორც მსახიობი აქტიურად ვიყავი დაკავებული მოზარდ მაყურებელთა თეატრში თბილისში და დავბრუნდი ჩემს ქალაქში ბათუმში და აქ რა თქმა უნდა მე მქონდა ფოტოსატელევიზიო მეიქაპი დასრულებული უკვე და აქ არ იყო შესაძლებლობა რომ ტელევიზიაში გემუშავა, იმიტომ რომ უკვე კადრები ყავდათ. ინტერესის სფერო სხვა ჩემი არ იყო, იმიტომ რომ გადაღებებზე მქონდა სურვილი და უცებ შემთხვევით ერთ-ერთი ადამიანი მეუბნება რომ მერი მოდი სანამ როლზე დაგაკავებენ, სანამ ეს პროცესები იქნება, ტყუილ უბრალოდ რო არიჯ და მოდი ცადე ჩვენთანაც სილამაზის სფეროში თუნდაც გაალამაზო ქალბატონებიო. რა თქმა უნდა არც აქ ვთქვი უარი, იმიტომ რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და აი მოკლედ დაიწყო ჩემი აღმავლობის პერიოდი იმ კუთხით რომ როგორც მეიქაპ არტისტი მაქსიმუმ 1 წელიწადში ძალიან მოთხოვნადი გავხდი ამ ქალაქში, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ალბათ საქმე რომელიც ჩვენ გვიყვარს და მაქსიმალურად ვართ ჩართულები ამ პროცესში, ყოველთვის ნაკობს გამოიღებს. რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპები არ შემიწყვეტია. ეს იყო ფილმის, სარეკლამო პროცესის, უკვე ეს დაკვეთებით წამოვიდა და მეორე სასწავლებელი დავამთავრე მეიქაპ ატელიერი, სადაც კიდევ უფრო მეტად ავიმაღლე კვალიფიკაცია. რა თქმა უნდა პარალელურად კიდევ მიდიოდა ჩემი განვითარება და ძალიან დიდი შემოთავაზება მივიღე კრისტინა რეჯინისგან, რომელმაც დააარსა საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი, რომელიც ბათუმში გაიხსნა ჩემს სტუდიაში და მე ვიყავი მთავარი ტრენერი კრისტინა რეჯინის შემდეგ. ქალბატონი კრისტინა მიდიოდა თბილისში, მე ვიყავი ბათუმში, კურირებდი ამ ყველაფერს და ვაბარებდი აი ამ პროდუქტს, რასაც ის მე მიტოვებდა. უდიდესი
მადლობა მინდა უთხრა კრისტინა რეჯისაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი სკოლა გავიარე წლების განმავლობაში, უდიდესი გამოცდილება ის იყო ფეშავიკები, გადაღებები, თუნდაც სტუდენტებთან პროცესი და მუდმივი განვითარება, თუნდ პროდუქტებში, ახალ ტენდენციებში და მოვიდა დრო, შემდეგ წლების შემდეგ პანდემიამ ამაზე ძალიან დიდი ზეგავლენა იმოქმედა, იმიტომ რომ გაჩერდა ყველაფერი და გადავწყვიტე საკუთარი სასწავლებელი გამეხსნა. კარგი დამფუძნებელი უნდა გრძნობდეს რა ელის ხვალ. ოღონდ აი მართლა გრძნობის დონეზეა ეს და არა ის რომ რაღაც გაწერილი კონდეს და ზუსტად ხვდებოდეს რა უნდა გადადგას და შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს. მეორე ეს არის აი პირდაპირობიდან დობა ინვესტორებთან თუნდაც შიგნით გუნდში რომ კარგად იყოს ეს ადამიანური ურთიერთობები დალაგებული. გუნდი თუ არ არის ძალიან შეკრული და გუნდის წევრებს თუ არ არის დამფუძნებლებს შორის თუ არ არის ძალიან მაღალი ნდობის კომპონენტი და ზუსტად თუ არ იციან რატომ არიან ერთად რისთვის არიან ერთად მაშინ ამას როგორც წესი ინვესტორებიც ამჩნევენ, რა თქმა უნდა, პირველივე ეტაპზე. ეს მე მომავალში როგორც წესი აისახება ხოლმე არც ისე კარგად რა. პანდემიის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაჩერდა და მოვიდა პერიოდი, უკვე დავფიქრდი, ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა, ამის ბაზა დიდი ხანია მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ვდგამდი ნაბიჯს. სხვათა შორის მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომლებსაც რამოდენიმე წელი აქვს გავლილი, რომ არაფერს არ შეუშინდნენ, პირიქით თამამად გადადგან ნაბიჯები, მას შემდეგ რაც მიხვდებიან, რომ ისინი თავის პროფესიაში ფლობენ იმ უნარებს, როცა უკვე შესაძლებელია სხვას გადასცენ. მე 8 წელიწადი დამჭირდა, აი თვით შეფასება მიმეღო და მიმეტანა იქამდე, რომ აი იცი რა, მოდი მე უკვე მოვიდა დრო, შეგიძლიათ ცოდნა გაუზიარო ადამიანებს, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი, რომ აი ახლა არ ვარ მზად, აი ახლა არ ვარ მზად, მზად ვიყავი თუ არა, რა თქმა უნდა, ამის შეფასება სხვა ადამიანს შეუძლია, მე მინდა ამით გაგიზიაროთ ის, რომ მზად ვიყავი ძალიან დიდი ხანი, მაგრამ თითქოს დავაგვიანე ამ ყველაფრის, აი აქამდე გაკეთება, მაგრამ ეს ისევ მე ვთვლი, რომ საოცარი ნაბიჯი იყო ცოტათი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ რომ გადავდგი, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად თვით დარწმუნებული ვიყავი და პანდემიის შემდეგ შეიცვალა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, საკუთარი ბრენდი ჩამოვაყალიბე Mary's Makeup School. საკუთარი ხელით, საკუთარი ფიქრით, საკუთარი დიზაინით, ჩემი მოწოდება, ჩემი ვიზუალი, თუნდაც აი ეს მართკუთხედი იყო, ოთხკუთხედი, სამკუთხედი თუ წრეზე იყო, ასობგერები, რომლებიც იწერებოდა და ფერთა გამაც კი დამეჯინა ის ფერი, რომელიც მე მინდოდა მწვანე თბილი იყო თუ ცივი, ამისთვის დამჭირდა ძალიან დიდი დრო. მოკლედ, ბრენდი ჩამოვაყალიბე. რა თქმა უნდა, სკოლის პროცესში ის, რომ სტუდენტებს მარტივად შეესწავლა, ეს ღერძი უკვე სკოლიდან მე მიღებული მქონდა და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ტრენერს, სადაც უდიდესი სკოლა გავიარე და ეს ყველაფერი ისე მარტივად დაიწყო, რომ სტუდენტები კმაყოფილი დარჩნენ და სტუდენტი სტუდენტზე მოდიოდა და ყველაზე გასახარი რა იყო, იცით, რომ პროცესი, რომელსაც შენ გადიხარ და გადასცემ ამ გამოცდილებას, პლუს ამ ყველაფერთან ძალიან მიყვარს ასტროლოგია, ფსიქოლოგია, იმიტომ რომ მსახიობი ვარ, ადამიანების ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს და თითოეულ ჩემს სტუდენტს არა მარტო მეიქაპს ვასწავლიდი, არამედ ვასწავლიდი, როგორ შეიძლება მაგალითად გარდაისახო პროცესში, როდესაც მეიქაპს აკეთებ მომხმარებელთან. არ შეაწუხო, როგორ გაიგო მათი ფსიქიკა, როგორ მიუდგე, იმიტომ რომ არ არის მარტივი პროფესია, როდესაც ჩვენ ეს გვაქვს მაღალ დონეზე შესწავლილი, აქ არის უმნიშვნელოვანესი ის, რომ ჩვენ თითოეული მომხმარებელი, რომელიც მოდის, გავიგოთ რა მოსწონს და ჩვენ მივაწოდოთ მას ის პროდუქტი, რომ ის წავიდეს გაღიმებული. პატარძალი, რომელიც ჩვენთან მოდის, ძალიან ნერვიულობს, ძალიან რთული პროცესია და წარმოიდგინეთ ჩვენ რაოდენ გაღიმებულები უნდა ვიყოთ, თუნდაც ვიყოთ კარგ ხასიათზე და გადავცეთ ეს ენერგია. აი ამაში ძალიან მეხმარება მსახიობის ოსტატობა, ვივიწყებ აბსოლუტურად ყველა ჩემ პრობლემას და ვხდები ფსიქოლოგიც, მსახიობიც და მეიქაპ არტისტიც, რომ აი გავამხიარულო
ჩემთან მოსული მომხმარებელი და გავუშვა ბედნიერი. ეს არის ის პროცესი, სადაც მე ვქმნი ჩემ შემოქმედებით ვიზუალს. ასევე არის გადაღებები, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის უსაყვარლესი, იმიტომ რომ ისე მსახიობი ვარ, კადრს მიღმა, როდესაც ვზივარ, არა მარტო მეიქაპ არტისტი ზის, ის მსახიობი და აკვირდება სხვა როგორ მუშაობს და პლუს მე როგორ ვუქმნი მას ვიზუალს. პირველ რიგში უნდა გჯეროდეს იმედი, რაც საკეთებ. გარდა ამისა, ეს გზა არ არის მარტივი და შეიძლება რაღაც ბევრი ახალი იდეა მოგივიდეს, მაგრამ ეს ფოკუსი არ უნდა დაკარგო, რაც მისად თქმა დასახული, რაღაც ქაოსში არ გაეხვე და სწორ გზაზე იარო. ხო, ყველაზე ესეთი გამოსადეგი რჩევა ალბათ არის ის, რომ ის იდეა, რაც დაგებადება, ძალიან მალე გაასწროთ მომხმარებელს და მიიღოთ რეალური ფიდბექი. რა ნამდვილად ჭირდება ეს თუ არა მათ და რა ინფორმაციას გაგიზიარება. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი დრო და ფინანსები დაკარგო იდეის დახვეწამდე, რაც იდეალურ მომდე მიყვანამდე და შემდეგ გამოტანამდე. როცა სტარტაპი იქნება და ლოკალურ ბაზარზე თქო ვალიდაციას გაივლის, მნიშვნელოვანია რომ მით უმეტეს საქართველოში იმდენად ცოტა მომხმარებელი ყავს, მნიშვნელოვანია რომ რაღაც ვიზრუნოთ ამ სტარტაპის გლობალურ ბაზრებზე გასატანად, იმიტომ რომ ანუ დაფინანსებას ისე ინვესტორისგან მას შეუძლებელიც კი არის რომ მივიღოთ, რადგან ეს სტარტაპი უნდა დააფიქსიროს სწრაფი ზრდა, მას მომხმარებლები აკრიფოს ბევრი და ყოველივე ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ წარმატებით შეგვიძლია ინვესტორებთან მოლაპარაკებით ვაწარმოოთ. სტატისტიკის მიხედვით ჩვენ გვაქვს მზრდადობა სტუდენტების მოთხოვნის მიხედვით. ეს არის სასიხარულო ამბავი, იმიტომ რომ მხოლოდ მე არ ვარ ამ პროცესში, სკოლაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, გუნდურად ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, მე ვარ მენტორი, რომელიც ამ ყველაფერს განაგებს, მაგრამ ერთობლივად ვწყვიტავთ ყველაფერს და აქ არის მონაცემები იმის, რომ 3 წელიწადში ჩვენ ძალიან წინ მივდივართ. ბათუმში ყველა მიცით, რომ გვაქვს მერის მეიქაპ სასწავლებელი და აუცილებლად გაიხსნება მოთხოვნიდან გამომდინარე თბილისში. სტუდენტებმა, რომელმაც დაასრულეს სასწავლებელი, ძალიან ბევრი უკვე წამყვანი ვიზაჟისტია და ეს ერთ-ერთი мотиваცია იყო, რომ ჩვენს ქალაქში განვითარებულიყო ეს სფერო, იმიტომ რომ ჩემთვის არის შემოქმედება, ეს არ არის მხოლოდ წავუსვათ ტონალური საცხი და გაუშვათ მომხმარებელი. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და თუ ჩვენ აქ არ ვიცით ფერების თეორია, არ ვიცით რა პროდუქტები გამოვიყენოთ და სად მიდის, რა მიზანი აქვს, როგორი მაკიაჟია საჭირო, მაშინ ვკარგავთ ინდივიდუალიზმის. იმიტომ რომ საპატარძლო მაკიაჟი მოგეხსენებათ სხვა სტრუქტურა, სხვა სქემა, ბიზნეს შეხვედრაზე როდესაც მიდის ადამიანი, აბსოლუტურად სხვა მეიქაპი ჭირდება. შეისწავლეს ეს ჩვენმა სტუდენტებმა და დღესდღეობით ძალიან ბევრი წარმატებული სტუდენტი მყავს, ძალიან მახარებს მათი წინსვლა და მეამაყებიან თითოეული ვიზაჟისტები, რომლებმაც ეს სასწავლებელი დაასრულეს, იმიტომ რომ ჯანსაღი კონკურენცია არის ჩვენს ქალაქში და თითოეულს რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ. უმნიშვნელოვანესია, რასაც აუცილებლად ხაზს გაუსმევ, პროდუქტები, რომელზეც მუშაობენ სტუდენტები. პროდუქტები ღირს ძალიან ესეთი თანხა, სადაც შეიძლება სტუდენტი ვერ შეცვდეს. თუნდაც, როდესაც უკვე შემდგარი ვიზაჟისტია, მაგრამ აქ ყველა სტუდენტს აქვს საშუალება პროფესიონალური ბრენდი გამოიყენოს და ამ სტრუქტურებთან კონდეს შეხება. ეს ფუფუნება კიდე ცალკე თემაა ვიზაჟის სფეროში და თითოეულ ვიზაჟისტს მოვუწოდებ ხოლმე და მინდა რომ გულისხმიერებით მიუძნენ ამ საკითხს. ხარისხი ქმნის ხარისხიან მაკიაჟს. ვიცი რომ არ აქვს ყველა შესაძლებლობა რომ შევიძინოთ აი ესეთი ხარისხიანი პროდუქცია, მაგრამ მისნად მაინც უნდა დავისახოთ, რომ იმდენი ვიშრომოთ, რომ მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ნამდვილი მაკიაჟი ქვია. მიხარია, როდესაც არის ჯანსაღი კონკურენცია, თუ კონკურენცია არ გვაქვს, ჩვენ ვერ ვითარდებით. ამიტომ არა მარტო ჩვენს ქალაქში, არამედ საქართველოში ეს სფერო ისე განვითარდა, რომ სასიხარულო ამბავია და მოდით ყველამ ერთად ჯანსაღი კონკურენციის თვალსაზრისით ერთმანეთს გაუზიაროთ ეს ცოდნა. მუდმივად ვითარდები როგორც პედაგოგი და ვცდილობ, რომ თუნდაც სტუდენტისგან ავიღო რაღაც პატარა დეტალი. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ძალიან დიდ ინფორმაციას ვაწვდით და მნიშვნელოვანია გავცვალოთ ეს ინფორმაცია. კი არ დავიტოვოთ ჩვენთვის, არამედ გამოვიდეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ რასაც ჩვენ გავცემთ, 10 მაგათ უკან გვიბრუნდება და მე ამის არ მეშინია. პირიქით,
როდესაც ეს არის დადებითი ენერგიებით, ეს არის ჯანსაღად, აუცილებლად სტუდენტისგანაც კი მივიღებ რაღაც რჩევას. იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ახალი გავიგოთ, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენ პედაგოგები არ დავიშურებთ ძალისხმევას და აუცილებლად გავუზიარებთ გამოცდილებას, რაც ჩვენ გავიარეთ წლების განმავლობაში. ჩვენი სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, აქტიურია და მაქსიმალურად ვცდილობ მე აი ამ პროფესიებთან, რაც მაქვს პარალელურად, რომ არ გავჩერდე და აქაც აქტიური ვიყო. Instagram გვერდი გვაქვს Mary's Makeup School, აი ესე არის, რა თქმა უნდა, და ასევე გვაქვს Facebook გვერდიც. მინდა უთხრა ჩემს მაყურებელს, მსმენელს ის, რომ მხოლოდ მარტო მე ვაკეთებ ამ ყველაფერს. ვიდეო გაკვეთილები, ესეთი პროფესიონალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ მაქვს, მაგრამ storytelling-ის საშუალებით, Instagram-ის საშუალებით, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაზიარებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელიც კი გავზარდოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალია მუშაობის პროცესში, რაც სტერილიზაციას შეეხება, ბრენდს შეეხება, როდესაც იცის ეს მომხმარებელმა, უკვე მოდის ჩვენთან და ხდება თუ რას ვთავაზობთ. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელი რაშიც თანხას იხდის, დახვდეს სტუდიაში. კარგი პროდუქცია, სტერილიზაცია. აი აქ იმდენად სიღრმისეული თემებია, რომ აი storytelling-ის საშუალებით ჩვენ ამას ვაზიარებთ. რომ ფანქარი მაგალითად უნდა წაითალოს, თუნდაც რომ სტერილიზაცია იყოს დაცული. უნდა იყოს ფუნჯები სტერილიზებული მუშაობის პროცესში. პროდუქტები თუნდაც უამრავია, პროფესიონალური, დეკორატიული, მასმარკეტი, მინიმარკეტი, ძალიან ბევრი თემაა, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ და ძალიან თემატურია საგაკვეთილო პროცესიც, სადაც არა მარტო ტექნიკური და პრაქტიკული სამუშაოები მიდის, არამედ თეორიულიც. ხშირად სტარტაპერებს გვავიწყდება, რომ სტარტაპი არის ბიზნესის უბრალოდ განსხვავებული ფორმა, თორე საბოლოო მიზანი ალბათ ერთია, რომ გამდიდრდე, რაღაც სასარგებლო გააკეთო საზოგადოებისთვის და უბრალოდ შენს მიიღო სასიამოვნო გამოცდილება ამ სრულ პროცესში და ბევრია შეცდომები და რის გამოც სტარტაპი შეიძლება დაფეილდეს. ყველაზე გავრცელებული არის ალბათ, რომ ვერ თანხმდებიან დამფუძნებლები გარკვეულ ეტაპზე, უჭირთ მასშტაბირება ან ვერ ახერხებენ დროულად თანხის მოზიდვას. ასევე გავრცელებული პრობლემაა, რომ შესაძლოა სტარტაპი ისეთ პრობლემას ჭრიდეს, რომელიც იმ მომენტში არ იყო აქტუალური, თუმცა შემდგომ რამდენიმე წელში უკვე აქტუალური გახდა და უბრალოდ სტარტაპი ვერ აღწევს, რომ იმ პერიოდამდე მივიდეს, როცა ეს უკვე აქტუალური ხდება და შესაბამისად სხვა სტარტაპი ჩნდება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას ახერხებს. პირველი. ძალიან ბევრი უნდა იშრომოთ. მეორე, არ უნდა დანებდეთ. ეს ისო პირველთან გვაბრუნებს, როცა ვშრომობთ, ადამიანები ვიღლებით, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, ეს მეორე რჩევაა. და მესამე, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ ყველაფერი თავიდანვე გააკეთოთ პროფესიონალურად. ის არა, რომ აი, მოდი ახლა ნახევარად გავაკეთებ. არა, მაქსიმალისტი უნდა იყოთ. იშრომოთ, არ უნდა დანებდეთ და მაქსიმალისტი უნდა იყოთ.